დიდი მადლობა პავლო. შემოგვიყვანებო. დღეს ასეთი ლამაზი იყო ჩემი გურამის და მას გვერდს მოვუჩვენებდა. დღეს ჩვენ მე მატარცას. აი ხო ხედავ როგორი ხალხი რაობა ის მაგიდასთან და აი მე და მეჩვარეებს ხო 2 სიტყვით თუნდაც 3 ადგილზე რომ დაალოცო ვიცი რომ ეს გვერდში რომ უდგარა ესე იგი უკვე ლოცავენ და უკვე დაალოცოს მაგრამ მე ვიდა ყველას გასაგონა ცოტა ისე უკვე ხურად გძობ თავს იმიტომ რომ ისეთი სცენაა რომ აშენებია რომ კრუქში ვიტრიალა და გეძებო შემოგვიდასებო შემოგვეძებო ხო ჩემო იმედა და ჩემო ნორი თვითონ მოსალ უბრალოდ გეუბნებს ასე ასე რა სიხარულის წას ვეწვიე მაგრამ როდესაც გავიდა მე მომენატრა მოიწმინე და ძალიან გული გამწდა მე ხა დაწმუნებული ვარ ჩვენი მეფე პატარძლის დედმამის შვილებით ანალოგიურად ფიქრობენ იმიტომ რომ ზოგს უხარია ჩემი რიგი მოვიდრაო ზოგს უხარია სახლიდან მოვიჩინეო გავიცი მე ხო ჩვენი მეფე პატარძლის დედმამის შვილებს ხო მოგზავნეთ ჩემთან ჩემო დამას გავუკეთე რა ორგანიზება სადარიან ერთი მოვიდე და დავროცა ჩემი ძმა და ძალი უსურო ბედნიერება მთელი ცხოვრების მანძილზე ყოფილიყავთ ასეთი ბედნიერები და კარგი დაგვაწევდეთ ჩემო იმედა და ანა გისურვებთ ცხოვრებაში ყოველივე კარგს მე მას უნდა მრავლად და გაბედნიერებ დიდი მადლობა დედმამის შვილებს
ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ამდენს ლაბარადობთ, ლოცავთ, ესენი დუმა, რა გჭირს მითხარით, ხმა ამოიღო. ნახოთ ერთხელ არ დაუჯერენ ამ ხალხმა მშობლებს, მაგრამ ეს არ დაჯერება კარგად გამოუვიდა სხვათა შორის. ნახოთ ეხლა ათი ჩემო, რას გვეტყვია, რას დაგვროცავენ. მოგესალმებით ჩემო
რომ ჩვენი შვილი, ჩვენი მეგობარი, ჩვენი ძმისშვილი, ჩვენი დიშვილი ბედნიერდება. ეს ყველაფერი უფრო ლამაზი იქნებოდა. უფრო მე დარწმუნებული ვარ, უფრო უკეთესი იქნებოდა. რომ ჩვენს გვერდით ჩვენი ბიძაშვილი, რომელმაც რომ ძალიან დიდი ხნის წინ, არა, ძალიან ცოტა ხნის წინ დაკრძალვა წავიდა. ჩვენი გურამის ძმა, უფროსი ძმა, უფროსი ბიძაშვილი, ჩვენი სიძის ბიძა. მე დავჭიქით ყველა თქვენთაგანს. ვთხოვოთ, ფეხში ავდგეთ და მოვიგონიოთ ის ლამაზი ბიჭი, ის მშრომელი კაცი, ნამდვილი ქართველი, რომელმაც რომ ყველა ჩვენთაგან ჩვენ დარწმუნებული ვარ, გული გვატკინა და ჩვენს გოგით არ არის. მერტმა ათენში აღგობოს ჩვენი ზებული. მიწის ქვეშა საქართველოში. მერტმა გაანათოს ის ქვეყანა ჩვენი ფასული.
და ჩემი გენადი. ისეთი ხალხი არიან, ჩემო გენო. ისეთი ხალხი არიან, რომლებიც ამ ნამდვილ მისიას პირდაპირ ასრულებენ. მე ხო ჩემს გენადი მომზადი ჩემთან. ჩემო ვიფასებო. მე მინდა ეს ლამაზი წვილი, რომელმაც წვილმაც დღევანდელი დღის თავარი მისია, თავარი საქმე შეასრულა. მე მინდა ეს ორი ახალგაზრდა. მე წეგანას twida ეხლაც ვიმეორე. ჩვენ ერთი 25 წელი გავიდა რომელი, ზოგადად 25 წლის წინ სოფელ გომაროში როცა მაშინ ნამდვილად პირველად ჩავედი იმ სოფელში. პირველად ჩავედი და მითხეს რომ მეჯვარე უნდა იყო. იქეთ ამბავს მოგიხოვნ ჩვენ კურიოზულ ამბავს, რომელიც თავი მოქმედი პირი დღეს ესწრება გორცის, მაგრამ თქმა რომ არ გაამჟღავნო. ჩავედი და მითხეს რომ მეჯვარე უნდა იყო, მეჯვარე. თუ რა მეც რა უფლება მქონდა რომ არ დავდაბრუნდავი და ჩემს ბიძაშვილს ცოლი ახალი მოყვანილი ყავდა. და თხოვე რომ მათხოვე შარაუტოსტელი მოხდა მეჯვარე ისე ხო არ დაუდგებოდია რა. თუ მათხოვა რა თქმა უნდა თუ ცოტახანი იყო გასული რა ვიცი რამდენი ხანი იქნებოდა და ნახე შუა ქორწილში მომაგდა. მომეჩემი შარაუტოსტელი მივდივარდია. ამას მე არ ვფიქრობ რომ რამეს ვაფორმებდი. მართლა არ ვაფორმებდი. ეხარი ეხლა კიდე გამწამოწდა სახელი. უთხარი რომ არა უთხარი წავიდა ბოლო. უჯო სახში ცოლი არ შემიშევს, მომეწიწები შარაუტოსტელი. ბევრი ხვეწის მერე დავიტანხმე, მაგრამ ნახევარმა ქორწილმა გაიგო რომ გათხოვარი შარაუტოსტელი ვიყავი მეჯვარე. მე მინდა ჩემო ფიქრასებო დღეს შემოგთავაზოთ ლამაზი სასმისი. ჩვენი ლამაზი მოკლების სადღეგრძელო უნდა დავლივო. ჩვენი ლამაზი მშობლების. მე მინდა ჩემო გუნა, ჩემო გენადი, მე მინდა თქვენ დაგლოცოთ, ოჯახებით დაგლოცოთ, ჯიშით დაგლოცოთ, გვარით დაგლოცოთ, იხარეთ, იმრავლეთ. მე დარწმუნებული ვარ რომ დღევანდელ დღეს აი ეს შეკრებილი საზოგადოება კი არა, მთელი ერი, მთელი გვარი, მთელი ქვეყანა გლოცავთ, ვინც თქვენ გიცნობთ. და მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენი აღზრდილი შვილები ისეთი ლამაზი ოჯახი ეკნებათ, რომ ყოველთვის სადღეგრძელებელი იქნებით. მერქმა დაგლოცოთ, გაბედნიეროთ, ჩემო გუნა, ჩემო გენადი. მე ვიტყოდი ვიყავით დალოცვილები. იხარეთ, იმრავლეთ და იგებნიეროთ. ბარონებო, მე ხლეს ვიკავდი. ეხლა კერგინა რა ფუზი ვიყავდა. მინიმალობა. We'll be right back.